8 წლის ინგუში ბიჭის გარშემო გაერთიანებული ჩრდილოეთ კავკასია ხიზირდერბიჩევის დაკრძალვაზე ათობით 1000 ადამიანი მივიდა. მანამდე კი მოზარდის სამძებრო სამუშაოებში 20,000-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული. 8 წლის ბიჭი მდინარე სუნჟაში მეგობრის დასახმარებლად გადახტა. თანატოლი გადაარჩინა, თავად კი გამოსვლა ვეღარ მოახერხა. ბავშვის ცხედარი გუშინ 8 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრე 4.4 მაგნიტუდაში ადგინა. ბიძგები თბილისის დროით 8 საათსა და 7 წუთზე დაფიქსირდა. სეისმოლოგების ინფორმაციით მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭაში, სოფელ ხონჭიორში იყო. დარტყმები იქნება წითელ მოედანზეც. თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნე ამის შესახებ უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კურსკის ოპერაციის დროს ქართველმა მებრძოლებმა კიდურები დაკარგეს. მათ ფეხი დადგეს მტრის ტერიტორიაზე, განაცხადა ლეგიონის მეთაურმა. უკრაინა ყირიმის იზოლაციას განაგრძობს. ანექსირებულ ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმები ისმოდა. ფიქსირდება ხანძრის ახალი კერები. ქერჩის ხიდი კი მთელი ღამის განმავლობაში გადაკეტილი იყო. რუსეთი ხიდის დაცვას კაშხლებით ცდილობდა, თუმცა კრემლის პროპაგანდისტი სოლოვიოვის თქმით, სამუშაოები ფულის არ ქონის გამო შეჩერდა.